შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და იწვევს გულსიზრახთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა გამოკვლევით დადგინდა, რომ კვერცხი არ იწვევს გულსიზრახთა დაავადებების დასს. მართალია, კვერცხში არის ქოლესტერინი, მაგრამ არის ასევე ნივთიერებები, ლეციტინი, ქოლინი და ვიტამინი B3, რომლებიც შლიან ქოლესტერინს. კვერცხის კვებითი ღირებულება უმაღლესია 97, რაც იმას ნიშნავს, რომ კვერცხი შეიცავს ხარისხიან ცილას, არის სრული სია ამინომჟავების და შეიცავს ადვილად ათვისებად საჭირო ნივთიერებებს. მეორე ადგილზეა ხორცი 95, რძის პროდუქტი 94 და ბოლო ადგილზეა მცენარეული ცილა 47. ცხოველური ცილა გაცილებით სასარგებლოა ვიდრე მცენარეული ცილა. ჩვენი კუნთები, კანი, იმუნური სისტემა, სისხლძარღვები შედგება ცილისაგან, ასევე ფერმენტებით. და ამიტომ ჩვენ ორგანიზმში სჭირდება დიდი რაოდენობით ხარისხიანი ცილა, რისთვისაც კვერცხი არის საუკეთესო საკვები პროდუქტი. კვერცხი შეიცავს ყველა საჭირო ნუტრიენტს, ვიტამინებს A, E, D, K, ასევე B3 ვიტამინს, ომეგა-3, ნივთიერება სპინგომიელის, რომელიც ეწინააღმდეგება ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვებზე. ასევე შეიცავს ქოლინს, რომელიც ღვიძლის გაცხიმოვნებისგან გვიცავს და ზედმეტი ქოლესტერინის წარმოქმნისაგან. შეიცავს ასევე ლუტეინს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს. ფოსფოლიპიდები ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებაა. ერთი კვერცხი შეიცავს 7 გრამ ცილას. კვერცხის გულში უფრო მეტი ცილა ვიდრე თავად კვერცხის ცილაში. ამიტომ ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენისათვის და ზრდისთვის გაცილებით უმჯობესია მთლიანი კვერცხის მიღება, ვიდრე მხოლოდ კვერცხის ცილის მიღება. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ კვერცხი გახადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო. მიიღოთ 2-3 კვერცხზე მეტი კვერცხი დღეში, ვიდრე ამას გვირჩევდნენ აქამდე. თუ რა თქმა უნდა არ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლეთ დღეში 2-3 კვერცხით. დროებით.